ვაგრძელებ ცილებზე საუბარს. ჩვენ ამ ლექციის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ცილის შემადგენელ ამინომჟავებზე და დავიწყეთ ცილის პირველადი სტრუქტურის დახასიათება და კვლავ პირველადი სტრუქტურით მინდა გავაგრძელო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ცილის პირველ სტრუქტურაში ამინომჟავები შეიძლება არსებობდეს, შეიძლება ასე გავარჩიოთ, ესე იგი ვარიაბელური და ინვარიანტული ამინომჟავური ნაშთები. ჰომოლოგიურ ცილებში შეიძლება ჩვენ შევხვდეს ასეთი ტიპის ამინომჟავური ნაშთები, რაც წარმოადგენენ ჰომოლოგიური ცილები. ეს არის ცილა, რომელიც სხვადასხვა სახეობის ორგანიზმებში ასრულებენ ერთ და იგივე ფუნქციას. ამის ძალიან კარგი მაგალითი არის ცილა ჰემოგლობინი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახეობის ორგანიზმში ასრულებს სატრანსპორტო ფუნქციას. მას გადააქვს ჟანგბადი არტერიული სისხლიდან პერიფერიული სისხლში და იქიდან გადმოაქვს ნახშირორჟანგი და წყალბადის იონები. შესაბამისად, ესეთი ტიპის ჰომოლოგიურ ცილებში შეიძლება იყოს ვარიაბელური ამინომჟავური ნაშთები, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი სახეობის ჰომოლოგიურ ცილაში შეიძლება იყოს ერთი ამინომჟავური ნაშთი და სხვა სახეობის იგივე ცილაში შეიძლება ეს არ შეგვხვდეს. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმის ჰემოგლობინში შეიძლება იყოს რაღაც ამინომჟავური ნაშთი და სხვა ცხენის ორგანიზმის ჰემოგლობინში არ იყოს. მაგრამ არსებობს კიდევ ინვარიანტული ამინომჟავური ნაშთები, რომელიც არ იცვლება და აბსოლუტურად ყველა სახეობის ჰომოლოგიურ ცილაში გვხვდება. მაგალითად, ამინომჟავა ჰისტიდინი, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახეობის ცილა ჰემოგლობინის შემადგენლობაში გვხვდება აუცილებლად. სხვათა შორის, სწორედ ინვარიანტული ამინომჟავური ნაშთები განაპირობებენ ცილის ბიოლოგიურ ფუნქციას. და კიდევ ამინომჟავების ცვლილება შეიძლება იყოს ორი სახის ცილაში. ეს შეიძლება იყოს კონსერვატული და არაკონსერვატული ტიპის. კონსერვატული ტიპის ცვლილება გამოიხატება, როდესაც ერთი ჯგუფის ამინომჟავა ჩაანაცვლებს იგივე, ესე იგი, ერთი ჯგუფის ამინომჟავა ჩაანაცვლებს თავისსავე ჯგუფში შემავალი ამინომჟავა. მაგალითად, თუ სიტყვაზე ალანინი ჩაანაცვლა ვალინმა, მაშინ ეს იქნება კონსერვატული ტიპის ცვლილება, იმიტომ რომ ორივე არის არაპოლარული ჰიდროფობური ჯგუფის მქონე ჯგუფში შემავალი ამინომჟავები, მაგრამ თუ ალანინი შეიცვალა სიტყვაზე ასპარაგინის მჟავით ან ასპარაგინის ამიდით, მაშინ ეს იქნება არაკონსერვატული ტიპის ცვლილება და ამას შეიძლება მოყვეს რაიმე პათოლოგიური ცვლილება ორგანიზმში, ცილამ დაკარგოს თავისი ბიოლოგიური ფუნქცია და ასე შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, ცილის მოლეკულა ვერ დარჩება პირველადი სტრუქტურის დონეზე და ის სინთეზის დროს, როდესაც ხდება მისი სინთეზი, ყისიერად იხვევა და გადადის მეორეულ სტრუქტურაში. მეორე სტრუქტურაში, რომელიც ორი კონფორმაციის სახით არის წარმოდგენილი. ერთი გახლავთ ალფა სპირალი და მეორე ბეტა დაკეცილი სტრუქტურა. ალფა სპირალი საკმაოდ ესეთი მტკიცე კონფორმაცია, მტკიცე სტრუქტურა არის და ის წყალბადურ ბმებზე დგას, ასე ვთქვათ. ანუ თუ პირველადი სტრუქტურისთვის დამახასიათებელი ქიმიური ბმები ეს იყო SST სულფიდური ხიდაკები და პეპტიდური ბმები, ამ შემთხვევაში აქ გვხვდება წყალბადური ბმები. წყალბადური ბმა წარმოიქმნება ერთი ამინომჟავური ნაშთის, კარბონილის ჯგუფის, ანუ CO ჯგუფის, ჟანგბადის ატომსა და მისგან სამი ამინომჟავური ნაშთით დაშორებულ, ანუ მეოთხე ამინომჟავას ამ NH ჯგუფის წყალბადის ატომთან. ანუ წყალბადური ბმა წარმოიქმნება ყოველ მეოთხე ამინომჟავურ ნაშთთან. მაგრამ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა ამინომჟავა მონაწილეობს წყალბადურ ბმაში. ისევ და ისევ, გთხოვთ, გაიხსენოთ სკოლის კურსიდან ქიმიური ბმები, ან ნახოთ ჩემი ლექცია, რომელიც ქიმიურ ბმებს ეხება და თქვენ აღმოაჩენთ იქ, რომ ეს არის ყველაზე სუსტი ბმა.
ძალიან სუსტი ბმა არის წყალბადური ბმა, ოღონდ ამ შემთხვევაში სწორედ წყალბადური ბმები განაპირობებენ ალფა სპირალის სიმტკიცეს. რატომ? იმიტომ რომ აქ არის მისი ძალიან დიდი რაოდენობა, ანუ მათი რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ ალფა სპირალი ძალიან მტკიცე არის, იმიტომ რომ ყველა ამინომჟავა ღებულობს მონაწილეობას წყალბადური ბმის წარმოქმნაში. თუმცა არსებობს გამონაკლისები, რა თქმა უნდა, და შეიძლება წყალბადური ბმა ვერ წარმოიქმნას ამინომჟავის ნაშთებს შორის და შესაბამისად სპირალის კონფორმაცია, სპირალიზაცია დაირღვევა და ის გადავა ან ბეტა სტრუქტურაში, ან ეგრეთ წოდებული მოუწესრიგებელი ხვიების და გორგლების კონფორმაციაში, მაგრამ ჯერ ახლა ვნახოთ, რატომ შეიძლება დაირღვეს სპირალიზაცია. პირველი, თუ ერთმანეთის ახლოს სპირალიზაციის დროს მოხდება დადებითად და უარყოფითად დამუხტული რადიკალების მქონე ამინომჟავას ნაშთები. ანუ ეს ამინომჟავას ნაშთები შეიძლება პირველ სტრუქტურაში აბსოლუტურად სხვადასხვა ადგილას იყოს, ერთმანეთისგან დაშორებული იყოს, მაგრამ სპირალიზაციის დროს ისინი მოხდნენ ერთმანეთის გვერდით. ამ შემთხვევაში მათ შორის წარმოიქმნება ელექტროსტატიკური მიზიდულობის ძალები და სპირალიზაცია დაირღვევა. იგივე მოხდება, თუ ერთმანეთის გვერდით მოხდება ერთნაირი ნიშნის მქონე, ერთნაირი მუხტის მქონე რადიკალების მქონე ამინომჟავების ნაშთები, მაგალითად, არგინინი და ლიზინი, ან ასპარაგინის მჟავა და გლუტამინის მჟავა. ამ შემთხვევაში განიზიდავენ ისინი ერთმანეთს და სპირალიზაცია შეწყდება. სპირალიზაცია დაირღვევა იმ შემთხვევაშიც, თუ ერთმანეთის გვერდით ალფა სპირალის კონფორმაციაში მოხდებიან დიდი რადიკალის მქონე ამინომჟავური ნაშთები, ანუ არომატული ბირთვების შემცველი ამინომჟავური ნაშთები, მაგალითად ჰისტიდინი და მაგალითად თიროზინი, ან თიროზინი და ფენილალანინი, ანუ ისინი, რომლებიც არიან არომატულ ბირთვებს შეიცავენ რადიკალად, იმიტომ რომ ისინი გადაფარავენ ერთმანეთს და სპირალიზაცია შეწყდება და კიდევ ერთი, იქ სადაც მოხდება სპირალში ამინომჟავა პროლინი, სპირალიზაცია შეწყდება. ანუ მე ვამბობ ამას ისე ფიგურალურად, ასე ვთქვათ, ამინომჟავა პროლინი. სინამდვილეში ის არ არის ამინომჟავა, ის გახლავთ იმინომჟავა და რატომ არის ის იმინომჟავა? ერთი წუთით ისევ უნდა დავუბრუნდე კლასიფიკაციას და გაჩვენოთ, იმიტომ რომ ის არ შეიცავს NH2 ჯგუფს, ამინო ჯგუფს არ შეიცავს. ის შეიცავს NH იმინო ჯგუფს. ეხლა როგორც გახსოვთ, აი ამ ჩამონათვალში პროტეინგენური ამინომჟავებისა, ყველა ამინომჟავა არის ცვიტერიონის მდგომარეობაში. ნახეთ NH3+ და პროლინი, სად არის პროლინი? აი პროლინი. პროლინის შემთხვევაში ეს არის NH2+. იმიტომ რომ რეალურად ეს იქნებოდა COH-NH და ცვიტერიონის შემთხვევაში ეს არის NH2 და არა NH3. ანუ პროლინი არის იმინომჟავა, სხვათა შორის აქვე მინდა გითხრათ, რომ იმინომჟავები არის ამინომჟავების მეტაბოლიზმის პროცესში წარმოქმნილი შუალედური პროდუქტები, რომლებიც იმდენად სუსტი არიან, რომ ფერმენტიც კი არ ჭირდებათ, მომენტალურად იშლებიან, უბრალოდ მომენტალურად ერთვებიან უკვე საბოლოო რეაქციის, საბოლოო პროდუქტის წარმოქმნის პროცესში, მაგრამ პროლინი არის გამონაკლისი, იმიტომ რომ მას ხისტი პიროლიდინის ბირთვი აქვს და ეს იჭერს მას. ზუსტად იმისგან, რომ არ დაიშალოს და იყოს მდგრადი და ამიტომ ამინომჟავებთან ერთად გადის, ასე ვთქვათ, თუმცა ეს არის იმინომჟავა. ანუ NH ჯგუფი აქვს, ერთი წყალბადის ატომი აქვს. აი ამ ერთმა წყალბადის ატომმა უკვე მიიღო მონაწილეობა პეპტიდური ბმის წარმოქმნის პროცესში და მას აღარა აქვს წყალბადის ატომი იმისთვის, რომ მან კიდე წყალბადური ბმა წარმოქმნეს. ამიტომ სადაც კი მოხდება პროლინი, იქ სპირალიზაცია წყდება, წარმოიქმნება მარყუჟი ან სპირალი მოიხრება და როგორც ვთქვით, იქ უკვე შეიძლება განვითარდეს ბეტა სტრუქტურა, ბეტა დაკეცილი სტრუქტურა. აქაც ესე იგი, ამ შემთხვევაშიც ამ კონფორმაციაშიც ადგილი აქვს წყალბადური ბმების წარმოქმნას, ოღონდ სპირალის შემთხვევაში ეს იყო შიდა მოლეკულური წყალბადური ბმები და ამ შემთხვევაში არის მოლეკულათა შორისი წყალბადური ბმები, ანუ წყალბადური ბმები შეიძლება წარმოიქმნას პოლიპეპტიდურ ჯაჭვებს შორისაც და მას აქვს ასეთ დაგოფრილი სტრუქტურის ფორმას ადარებენ, მის ფორმას
სპირალი შეიძლება იყოს პარალელური და ანტიპარალელური მიმართულების. მე დამავიწყდა, მე თქვა, რომ პირველად სტრუქტურაში, ესე იგი პირველადი სტრუქტურაში პოლიპეპტიდური ჯაჭვი თუ იწყება COH ჯგუფით, აი ამ კიდეს უწოდებენ C კიდურას და თავდება ენაშორი ჯგუფით, ეს არის N კიდურა. ესე იგი C კიდურა და N კიდურა ჯგუფები. შესაბამისად, ბეტა სტრუქტურაში შეიძლება იყოს ორი მიმართულება C-დან N-ისკენ, შეუძლება ორი ჯაჭვი ორივე C-დან N-ისკენ მიმართულებით, მაშინ ეს არის პარალელური მიმართულება და პირიქით C-დან N-ისკენ და N-დან C-სკენ, მაშინ ეს იქნება ანტიპარალელური მიმართულება. და ერთი წუთით აი ნახოთ ეს სპირალის ზომები, ერთი წუთით, ესე იგი უფრო კარგად გაჩვენებთ ამას ერთი წუთით. აი უფრო კარგად არის ამ ვარიანტში. ესე იგი სპირალის რადიუსი არის 0.23 მიასედი ნანომეტრი. სპირალის ერთ ხვიაზე განთავსებული ამინომჟავების რაოდენობა, ესე იგი ერთ ხვიაზე შეიძლება განთავსდეს 3.6 ამინომჟავური ნაშთი და ამას უწოდებენ სპირალის ბიჯი. და შემდეგ თითოეული ამინომჟავის ნაშთის სიმაღლე სპირალის ღერძის პროექციაში არის 0.15 მიასედი ნანომეტრი და სპირალის ერთ ხვიაზე განთავსებული ამინომჟავების სიმაღლე სპირალის ღერძის გასწვრივ გახლავთ 0.54 მიასედი ნანომეტრი. მესამეულ სტრუქტურას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მეორეული სტრუქტურით არ მთავრდება ცილების სტრუქტურებზე საუბარი, იმიტომ რომ ის კიდევ იხვევა სივრცეში და უფრო კომპაქტურ ფორმას იძენს, სადაც ერთდროულად 5 ქიმიური ბმა მონაწილეობს ამ სტრუქტურის სიმტკიცის უზრუნველყოფაში. ეს არის ელექტროსტატიკური ურთიერთქმედება, ანუ იონური ბმა. ხედავთ თქვენ სიმციმებს წითლად, ანუ სადაც კი სხვადასხვა მუხტის მქონე ჯგუფების შემცველი ამინომჟავები მოხვდება ერთმანეთთან და ეს მუხტები არამხოლოდ რადიკალების მეშვეობით შეიძლება წარმოიქმნას, არამედ სვიტერიონის ჯგუფებს შორისაც შეიძლება წარმოიქმნას. იქ მათ შორის წარმოიქმნება ელექტროსტატიკური მიზიდულობა და ეს რა თქმა უნდა გარკვეულ როლს თამაშობს მესამეული სტრუქტურის სიმტკიცეში. წყალბადური ბმები აქაც აქტუალური არის, იმიტომ რომ თუ მოხვდება ერთად CO და NH ჯგუფები, რომლებიც თავისუფალი არის, რა თქმა უნდა მათ შორის წარმოიქმნება წყალბადური ბმა. დისულფიდური ბმა აუცილებლად წარმოიქმნება, თუ ცისტეინის თავისუფალი ნაშთები მოხვდება ერთმანეთთან ახლოს. არაპოლარული ჯგუფების ჰიდროფობური ურთიერთქმედება, ანუ თუ ჰიდროფობური რადიკალები მოხვდება ერთმანეთთან, მათ შორის წარმოიქმნება ჰიდროფობური ურთიერთქმედება. თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რომ აი ეს წითელი შუქები შიგნით ინთება, ანუ აი შიგნით ინთება. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს ცილებში ჰიდროფობური რადიკალების მქონე ამინომჟავები მესამეული სტრუქტურის დახვევის დროს მოლეკულის შიგნით ხდება და ეგრეთ წოდებულ მშრალ ზონებს, მშრალ კუნძულებს წარმოქმნიან ისინი აქ. და რაც შეეხება ჰიდროფილურ ჯგუფებს, ანუ ჯგუფებს, რომლებსაც ჰიდრატაცია შეუძლიათ, ანუ წყლის მოლეკულასთან ურთიერთქმედება, უფრო პერიფერიებზე არის განლაგებული და აი ამიტომ არის სწორედ, რომ უმეტესობა ცილების კარგად იხსნება წყალში. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე აღწევდება, მაგალითად ჟელატინი წყალში არ იხსნება, ის კოლოიდურ ხსნარს წარმოქმნის, ჭიუჭდება წყალში. იმიტომ რომ იქ პირიქით ჰიდროფობური რადიკალები ზედაპირზე არის, პერიფერიაზე არის განლაგებული. აი აქ მაგალითად შეგვიძლიათ ნახოთ C-ციტოქრომის მესამეული სტრუქტურის მოდელი, ასე ვთქვათ, აი რაც გითხარით, N კიდურა, C კიდურა, ამინომჟავური ნაშთები და ბოლოს მეოთხეული სტრუქტურა, ანუ ცილას ახასიათებს მეოთხეული სტრუქტურა, თუ იგი შეიცავს ორ ან მეტ პოლიპეპტიდურ ჯაჭვს, რომლებიც ერთმანეთთან არაკოვალენტურად არიან დაკავშირებული. ანუ ეს ჯაჭვები ერთმანეთთან არაკოვალენტურად არიან დაკავშირებული. ეს არის წესი, რომლის არსებობის, ანუ აი ამ წესის დაცვის შემთხვევაში, თუ შეიცავს ორზე მეტ პოლიპეპტიდურ ჯაჭვს, ორს ან მეტს და
არაკოვალენტურად უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს, მაშინ ცილას ახასიათებს მეოთხეული სტრუქტურა. ყველა ცილას არ ახასიათებს მეოთხეული სტრუქტურა და იმ ცილებს, რომლებსაც ახასიათებს მეოთხეული სტრუქტურა, რთულ ცილებს უწოდებენ. აქ თითოეული პოლიპეპტიდური ჯაჭვი კიდევ უფრო კომპაქტურად იხვევა და ასე დიმერების ფორმას წარმოქმნიან. აი ხედავთ თქვენ ციტუცით აი ტრიმერი, ტეტრამერი, აი მაგალითად ჰემოგლობინი ტეტრამერია, იმიტომ რომ 4 პოლიპეპტიდურ ჯაჭვს შეიცავს. პენტამერი 5 შეიცავს, ჰექსამერი 6. ეს არის ჰემოგლობინი, ჰემოგლობინის მეოთხეული სტრუქტურის მოდელი, ასე ვთქვათ, სადაც აი ნახეთ, თითოეული პოლიპეპტიდური ჯაჭვი არის ასეთი გლობულის, ასეთ ბურთის მაგვარი ფორმა აქვს მას. და მე ბურთი ტყუილად არ ვახსენე, გლობულურ ცილებს უწოდებენ, სფეროს ფორმას იღებენ მეოთხეულ სტრუქტურაში, გლობულის ფორმას და შესაბამისად ყველა ცილას, რომელსაც აქვს მეოთხეული სტრუქტურა, ეს არის რთული ცილა და მათ გლობულურ ცილებს უწოდებენ.